რუსეთში სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთზე თავდასხმაზე. და უკვე დღეს ხმამაღალი განცხადებების გარდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ქმედება გამოჩნდა, რაც მიუთითებს კრემლის რეალურ მზადებაზე ომისთვის უკვე ევროპის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ოფიციალურად მიიღო კანონი, რომელიც ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც დააკავეს ან დევნიან რუსებს. და ეს ერთ-ერთი მიზეზია შეიარაღებული აგრესიისთვის ევროპის წინააღმდეგ. ამავე დროს ვლადიმირ პუტინის კარისკაცმა სერგეი შოიგუმ განაცხადა გაეროს წესდების 51 მუხლის გამოყენების შესაძლებლობაზე თვითდაცვის მიზნით ფინეთსა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ. იმასთან დაკავშირებით თითქოს უკრაინული უპილოტო აპარატები მათ ტერიტორიაზე გადაფრინავენ რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სრული ფეიკია, მაგრამ როგორც კაზუს ბელი, როგორც ამბობენ, გამოდგება. პარალელურად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ევროპული საწარმოების სია, რომლებიც უკრაინული უპილოტოების კომპონენტების წარმოების გამო ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად მიიჩნევა. გარდა ამისა, ექსპერტები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ რუსეთი მზადაა ბალტიის ქვეყნებთან ჰიბრიდული ომი გააჩაღოს, რათა დააჩქაროს ბალტიის მხრიდან უკრაინის დათმობა. მოკლედ, მოდით ყველა ეს არგუმენტი ერთად შევკრიბოთ და განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, ბული მასზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოკლედ, რუსეთი აქტიურად აამოქმედებს საინფორმაციო ოპერაციის სხვადასხვა კომპონენტს, რომელიც ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ომისთვის მზადებას ემსახურება. დავიწყებ ბოლო სიახლეებით. სერგეი შოიგუ, ეს არის რუსეთის ფედერაციის ყოფილი თავდაცვის მინისტრი. გუშინ განაცხადა რუსეთის მიერ გაეროს წესდების 51 მუხლის გამოყენების შესაძლებლობაზე თვითდაცვის მიზნით ფინეთისა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ. იმასთან დაკავშირებით თითქოს უკრაინული უპილოტო აპარატები მათ ტერიტორიაზე გადაფრინავენ რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის. გავიმეორებ შოიგუს ციტატას. ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფინეთისა და ბალტიის ქვეყნების გავლით უკრაინული უპილოტო აპარატებით რუსეთის წინააღმდეგ დარტყმები ხორციელდება. თუ აღნიშნული სახელმწიფოების შეგნებულად აძლევენ თავიანთ საერო სივრცეს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ძალას შედის გაეროს წესდების 51 მუხლი, რომელიც სახელმწიფოებს აძლევს განუყოფელ უფლებას თავდაცვაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად კალბი კაზუსბელია ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმისთვის. ისტორია თითქოს და უკრაინული უპილოტო აპარატების ბალტიის ქვეყნების გავლით რუსეთში გადაფრენაზე თავდასხმის მიზნით გახსოვთ იმავე უსტ-ლუგასა და პრიმორსკზე. ეს ფეიკი. რუსეთმა თავადვე გამოიგონა ეს გადაფრენა და თავადვე ავრცელებს მას როგორც კაზუს ბელის ევროპის წინააღმდეგ ესკალაციისთვის. აქ კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად შევჩერდები. ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ თქვენთან ერთად ერთ-ერთ წინა გამოშვებაში, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ განვიხილოთ. შოიგუ აცხადებს, რომ თითქოს ბალტიის ქვეყნები თავიანთ საჰაერო სივრცეს აძლევენ უკრაინას, რათა მან მეორე მხრიდან გადაუფრინოს. უშვებდა თავის უპილოტოებს. ისინი ბალტიის ქვეყნების თავზე დაფრინავდნენ და აი იმ მხრიდან, ბალტიის მხრიდან, თავს დაესხნენ რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქს. და აი მარტის ბოლოს შეგახსენეთ უკრაინულმა უპილოტოებმა მასიურად შეუტიეს რუსულ პორტებს ლენინგრადის ოლქში, კერძოდ უსტ-ლუგა და პრიმორსკი. აი მაშინ მოიფიქრეს რუსებმა ეს ლეგენდა, თითქოს უკრაინული დრონები ბალტიის ქვეყნების გავლით დაფრინავენ, რათა რუსეთს შეუტიან. და იმისთვის, რომ ვაჩვენო, რამდენად სულელური და პრიმიტიული ფეიკია ეს, მე ვიყენებ მხოლოდ რუსულ ოფიციალურ წყაროებს. არ შევალ რაიმე სუპერ გამოძიებებში. უბრალოდ მოგაწოდით ინფორმაციას, რომელსაც თავად რუსები ღია დავრცელებდნენ. არხმა დრონბომბერმა ვიზუალიზაცია გაუკეთა, თუ როგორ ვითარდებოდა საჰაერო განგაში რუსებში იმ დღეებში, როდესაც უსტ-ლუგასა და პრიმორსკის პორტებზე თავდასხმები მოხდა 23, 24 და 26 მარტს. ამ ვიდეოებში, რომელსაც ახლა ნახავთ, ნათლად ჩანს, რა თანმიმდევრობით და რიგითობაში ირთვებოდა საჰაერო განგაშები რუსეთში და სად ირთვებოდა საჰაერო თავდაცვის სისტემები. სწორედ იმ ღამეებში, როდესაც ლენინგრადის ოლქში პორტებზე თავდასხმები მოხდა. ასე რომ თუ უკრაინული დრონები არ გადაფრენენ რუსეთის ტერიტორიას, არამედ ბალტიის ქვეყნებიდან შედიოდნენ რუსეთში.
მაშინ ჩდება კითხვა. რატომ იფთვებოდა განგაშის სიგნალები რუსეთში, უკრაინის საზღვიდან დაწყებული და თანმიმდევრულად მიიწევდა სწორედ იმ ლენინგრადის ოლქისკენ? რას აგდებდნენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები საკუთარ ოლქებში? თუ თითქოს ამ დროს უპილოტოები საერთოდ სადღაც ბალტიის ქვეყნებზე დაფრინავდნენ, რატომ ირთვებოდა განგაში სწორედ იმ რეგიონებში, სადაც კრემლის ვერსიით უპილოტოები საერთოდ არ დაფრენილან? და რაც ყველაზე საინტერესოა, რატომ მიხოს ეს განგაში იდეალურად ლენინგრადის ოლქში, სადაც ამავე თარიღებში რეალური აფეთქებები მოხდა. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ კრემლის მხრიდან ესკალაცია თანმიმდევრულია და აქ საჭიროა ჯაჭვის აწყობა. კრემლი ეტაპობრივად ახლავს ესკალაციის სპირალს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. დღეს შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიტანოს გაეროს წესდების 51 მუხლი თვითდაცვაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ფინეთზე თავდასხმისთვის. ზუსტად გუშინ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ევროპული საწარმოების სია, რომლებიც უკრაინული უპილოტო აპარატებისთვის კომპონენტების წარმოების გაგამო ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად ჩაითვლება. ეხლა კი მოვიყვანთ ციტატას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან. არსებული ინფორმაციის მიხედვით 2026 წლის 26 მარტს ევროპის რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის უპილოტო აპარატების წარმოებისა და მიწოდების გაზრდის შესახებ, რათა განხორციელდეს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებას განვიხილავთ როგორც განზრახ ნაბიჯს, რომელიც იწვევს სამხედრო პოლიტიკური ვითარების მკვეთრ ესკალაციას მთელ ევროპულ კონტინენტზე და ამ ქვეყნების უკრაინის სტრატეგიულ ზურგად გადაქცევას. განცხადებული სცენარების განხორციელება იწვევს გაუთვალისწინებელ შედეგებს. ანუ ეს უკვე ისეთი მუქარაა, რომ თითქოს თუ ევროპა უკრაინის ზურგად იქცა, ესეც საბრძოლო მოქმედებების ზონაა და რუსები მასაც დაემუქრნენ თავდასხმით. ამგვარად კრემლში გადავიდნენ ევროპის პირდაპირი დარტყმებით მუქარის ეტაპზე. ეხლა ეს უბრალოდ ბუნდოვანი მუქარები აღარ არის. ეს უკვე კონკრეტულად ჩამოთვლილი სია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სიაში 21 საწარმოო 12 ქვეყნინა. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, დანია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, ისრაელი და თურქეთი. თუნდაც თურქეთი, წარმოიდგინეთ, როგორ რეაგირებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამაზე. აქ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ საერთოდ რთულია გავიგოთ, რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ რუსები, როცა ამ სიას ადგენენ. რადგან სიაში მაგალითად არ არის მრავალი საწარმო, რომლებმაც საჯაროდ გამოაცხადეს უკრაინასთან ერთად უპილოტო აპარატების ერთობლივ წარმოებაზე. ანუ ეს საერთოდ არ იყო დამალული. ცხადია, რომ ეს მუქარაა, მაგრამ ეს უკვე პირდაპირი მუქარაა ევროპისთვის. გასაგებია, რომ სწორედ ეს ობიექტები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სიაშია, ნაკლებად სავარაუდოა პირდაპირ დაიტაკოს. არა, ეს უფრო დივერსიებისთვის განკუთვნილი სამიზნეების სია. და რაც თავარია, წინა დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პირველ მოსმენაში მიიღო კანონპროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს მელოდ ხარსა და დიქტატორ ვლადიმირ პუტინს თავისი გადაწყვეტილებით. ბოდიში ვშლით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები საზღვარგარეთ რუსების დის დასაცავად, რომლებიც სასამართლო დევნას განიცდიან. სხვა სიტყვებით რა ვთქვათ, თუ რომელიმე რუსს სხვა ქვეყანაში ასამართლებენ, პუტინს შეიძლება იქ ჯარი გაგზავნოს მის დასაცავად. კანონში შესატანი ცვლილებების თავაზობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ციტატა, მიანიჭოს ექსტერიტორიული უფლება გამოიყენოს შეიარაღებული ძალები იმ რუსი მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც დაკავებულნი, დაპატიმრებულნი, ან სისხლის სამართლის ან სხვა დევნის ქვეშ იმყოფებიან უცხოური სასამართლოების ან საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს. და ვინ იფიქრებდა, რომ კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა და ის შესანიშნავად გამოდგება რუსულენოვანთა დასაცავად ბალტიის ქვეყნებში ჯარების გაგზავნის გასამართლებლად. მეორე მხრივ ექსპერტები უკვე არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმირ პუტინი მართლაც იმდენად შეეშინდა საერთაშორისო ტრიბუნალის, რომ უკვე ცდილობს წინასწარ დაემუქროს. საუბარი შეიძლება იყოს ტრიბუნალებზე, რომელთა შექმნასაც ცალკეული სახელმწიფოები ან საერთაშორისო გაერთიანებები იწყებენ რუსეთის სისხლის სამართლის დევნისთვის. პირველ რიგში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, რომელმაც გააჩაღა არაპროვოცირებული სისხლიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. სხვები კი ფიქრობენ, რომ ასე რუსები სურთ კანონით დააკანონონ ჩრდილოვანი ფლოტის გემების დაცვა. ამასთან ერთად კრემლი სულ უფრო ხშირად საუბრობს ევროპასთან ომზე და ამის იგნორირება ნამდვილად არ შეიძლება. ამიტომაც საუბრობთ ასეთ თემებზე ამ YouTube არხზე.
აქ მრავალ წერტილს დავშამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ ეს გამოშვება თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იყო, მადლობელი ვიქნები ამ არხის მუშაობის მხარდაჭერისთვის. ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად, ნებისმიერი დონატის ან ფასიანი გამოწერის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით ან ეკრანზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.